ლუკა, მოგესალმებით, გილოცავ პირველ რიგში გამარჯვებას. ინტერი, როგორც მაყურებელმა იცით, ძალიან კარგი გუნდია და მიხარია, რომ ასეთი კარგი ფეხბურთელები ირიცხებიან ამ გუნდში. და კონკრეტულად, ლუკა, მოედნის ცენტრი კიკავია, შემტევი ხარ, როგორ რა სიტყვით დღევანდელ შეხვედრაზე ნორჩი დინამო იყო თქვენი მოწინააღმდეგე. კი, ამხანაგური მატჩი იყო, მაგრამ მოგება, რა თქმა უნდა, ინტერს ყოველთვის უნდა და მოგებისთვის გამოდის თბილისის ინტერი მოედანზე მწვანე მინდორზე. თუ შეიძლება რომ ბრძანო. ბოლო 15 წუთი ცოტა გაგვიჭირდა და მეტოქეებმა გვაჯობეს და გოლიც კი გაგვიტანეს ჩვენი ერთი ნახევარმცველი შეცდომის გამო, მაგრამ არა უშავს. მერე უფრო თანაბარი გახდა და შემდეგ უკვე მეორე ტაიმში გამოცოცხლდით და უფრო აქტიურად თამაშობდით, პასებს კარგად ვიძლეოდით და გოლიც გავიტანეთ და გავათანაბრეთ და გოლიც მეორეს გავიტანეთ. დიახ, ლუკა, შეგეძლო რამდენიმეჯერ მეტოქის კარის აღება, იმ მომენტები რო გავიხსენოთ ის მომენტები. ხო, შეიძლება რომ მაყურებელს უთხრათ ეს ყოველივე, ხო? შენ ძალიან ცნობილი, პოპულარული და ძალიან კარგი მოედნის ხედვა გაქვს და დიდი ფეხბურთელი აუცილებლად იქნები და მე ვიქნები თქვენი გუნდის გულშემატკივარი ვარ, რა თქმა უნდა, მაგრამ მომავალში დიდ ფეხბურთში რო იქნებით, მე ყოველთვის თქვენ გიგულშემატკივრებთ. ამის შესახებ რო ბრძანოთ. რაც შეიძლება კაში დარტყმებს, ვცდილობდი, რა თქმა უნდა, ერთხელ ორჯერ დავარტყი, მაგრამ არ გამომივიდა, მაგრამ არა უშავს. ერთხელ კიდე პასი მომცეს კართან ვიყავ, მაგრამ ვერ მივიღე და შემდეგ მეტოქემ წამართვა და კაი პასებს ვიძლეოდი, კარგად თამაშობდი, კარგად ატანებს ვაკეთებდი და თამაში კარგი. დიახ, ლუკა, მომავალი შეხვედრები ვიცით, რომ ინტერი რამდენიმე ტურნირში იღებს მონაწილეობას, მშვიდობის თასის გარდა, ხო, 5-6 ტურნირია და თქვენი გუნდის მაყურებელს ტეტე ლაივიდან და ზოგადად უშუალოდ სტადიონიდან რას პირდები კონკრეტულად კუტივაძე ლუკა რას პირდება თუ შეიძლება რომ ჩვენი გუნდი უფრო გავძლიერდებით, უფრო ბევრს ვიშრომებთ, უფრო კარგად დავიწყებთ თამაშს და ვეცდებით, რომ ჩემპიონატები საქართველოში რაც არის მოვიგოთ. ან თუ ვერ მოვიგებთ, თამაშები მაინც მოვიგოთ, კარგად ვითამაშოთ, დავანახოთ საქართველოს, რომ ჩვენ ახალი ფეხბურთელები გამოვართ. დიახ, ლუკა, ახლო მომავალში გესახელებინოს ქართული ფეხბურთი ჩემო კარგო. დიდი მადლობა ინტერვიუსის, კარგად ბრძანდებოდე.